თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველოს შესაძლოა დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ზრდის პარალელურად პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყვლაც გახდის. დასავლეთისკენ სვლის ნელი ტემპის გამო საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და რუსული პროპაგანდის ეფექტურად გაძლიერება აჩენს პერსპექტივას, რომ თბილისი შეანელებს ან შეაჩერებს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ ძლიერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე, ნათქვამია ანგარიში. ამ პრობლემებზე პოლიტიკოსთა ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში დიდი ხანია საუბრობს. ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრთხეები, რომელთა წინაშეც საქართველო ამ წელს იდგება. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ანგარიშსაც ჩვეული რეაქციით უპასუხა, შედარებით მოზომილმა ნაწილმა არაფრის მქმელი სიტყვებით, შედარებით პირდაპირებმა კი უფრო უხეშად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთოდ ამერიკის ელჩის მოადგილე დაიბარა, სწორედ მისგან მოითხოვეს პასუხები ამ ანგარიშზე. ამ თემაზე ვისაუბრებთ თეორემას ამ ბლოკში ჩვენ სტუმრებთან ერთად, ბატონი დავით ბერიტაშვილი, პოლიტოლოგი, ბატონი გიორგი რუხაძე, საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენელი და ქალბატონი სამამე სამადაშვილი, დიპლომატი ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქალბატონ სამამე, პირველ რიგში თქვენგან დავიწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და აქ არ არის მხოლოდ საქართველოს საუბარი, მთელ მსოფლიოს მოიცავს ეს დოკუმენტი და იმ საფრთხეებზეა ხაზი გასმული, რაც მთელ მსოფლიოში არსებობს მიმდინარე წლის მანძილზე. სახარბელო მდგომარეობა ნაკლებად არის მსოფლიოში ამ წელს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოს მიმართულებით საკმაოდ დიდი შიშებია. და ეს შიშები შეიძლება ჩვენც გქონდეს, ჩვენ და თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში, რამდენად სწორია საქართველოს ხელისუფლება თავისთავად როცა როგორ უკავდება, როგორ პასუხობს ამ ანგარიშს და მეორე როგორ უკავდება იმ გამოწვევებს, რაც ამ ანგარიშია. მადლობთ, მე მოვისმინე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, მათ შორის ქალბატონი თინა ხიდაშელის, ასე ვთქვათ, ახსნაც მოვისმინეთ ჩვენ, რომ რეალურად ის შეეცადა, რომ წარმოიჩინა ვითარება ისე თითქოს ეს შეშფოთება, რაც არსებობს, რომ საქართველოში შეიძლება შეიცვალოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია, უკავშირდება იმას, რომ დასავლეთი არასაკმარისად აქტიურად, ასე ვთქვათ, მიიწევს წინ ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცთარი შეფასება, იმიტომ რომ რეალურად ამ ანგარიში საუბარი არის კონკრეტულად იმ ჩავარდნებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების, დღევანდელი ხელისუფლების სრულიად არაეფექტიან პოლიტიკას, არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების პოლიტიკის, თავდაცვის პოლიტიკის და რაც მთავარია ეკონომიკის მიმართულებით, იმიტომ რომ დასავლეთმა საქართველოს გაუხსნა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ისეთი როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგალითად, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ იმ პირობებში, როდესაც მას არათუ ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ გაუგებარია საერთოდ ეს იგი რა ეკონომიკური პოლიტიკას აწარმოებს, ამ პირობებში რა თქმა უნდა ის ვერ იყენებს. ასევე საუბარი მიღწევა რუსეთთან ვითომ დალაგებული ეკონომიკური ურთიერთობები. ნუ ალბათ ამ თვალსაზრისით მე მინდა ასევე აუცილებლად აღვნიშნო ყურადღება იმედია რომ მიაქციეთ ასევე შეფასებებს, რომელიც გაკეთა რუსეთთან დაკავშირებით, იგივე მოხსენებაში, სადაც ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივები უახლოეს მომავალში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ასე ვთქვათ, წლების მანძილზე ჩვენი მცდელობა იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. და ეს სწორედ იმიტომ იყო, რომ ეს ბაზარი არ იყო სანდო და რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც რუსეთი სულ უფრო და უფრო უპირისპირდება დასავლეთს, ეკონომიკური კრიზისი რუსეთში გამწვავდება და საქართველოსთვის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც შეიძლება მეტად იზოლირებული იყოს აი იმ პრობლემებისგან, რომელიც აქედან არის შემდგომ, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ ახალი ხელისუფლების 2012 წლის შემდგომ პოლიტიკა ძირითადად იყო მიმართული იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გასაღები მოეძებნა ისევ რუსეთის ბაზარზე და ჩვენ შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს. ასევე მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ პროპაგანდის, ასე ვთქვათ, პროპაგანდის თვალსაზრისით რუსეთი არის
ძალიან გააქტიურებული საქართველოში, ჩვენ რეალურად დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი საინფორმაციო სივრცე დაიცვას სწორედ რუსეთის პროპაგანდისგან. მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება იღებს მთლიანად უსაფრთხოების კონცეფციას, ინფორმაციული უსაფრთხოების კონცეფციას, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვას აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხისგან, ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში სრულიად გახსნილი აქვს მოქმედების არეალი ყველანაირ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანებსაც, ისევე როგორც რუსულ ძალიან სერიოზულ ფინანსურ შესაძლებლობებს პოლიტიკაში ზეგავლენის მოსაპოვებლად. კი, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, ამიტომ ბატონ გიორგისთან გადავალ, ბატონ გიორგი, აი ზოგადად ეს ანგარიში შეოფასოთ, თუმცა ქალბატონ სალომე მახსენა რუსული პროპაგანდა. ჩვენ ვაკვირდებით ძალიან უცნაურ ტენდენციას, რომ საქართველოს ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში რეაქციის გარშე ტოვებს რუსული პროპაგანდის მოძლიებას და უარეს შემთხვევაში ხელს უწყობს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ღიად ჩაურაზმული გამოცემები, პრორუსული გამოცემები, რომლებიც დასავლეთის მიმართ რაღაც ზიზღის და სიძულვილის კულტივირებას ახდენდნენ, მაგალითად დასავალი, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, სამინისტროების მხრიდან, რაც შეფარულია, ასე რომ ვთქვათ, რეკლამის სახით დაფინანსებაში. ანუ ამ ტიპის საფრთხებიც არის. როგორ ფიქრობთ თავისთავად, რამდენად სწორია? რას აკეთებს საერთოდ საქართველოს ხელისუფლება? მივესალმები ტელემაყურებელს, ზოგადად შევაფასებ დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მიმაჩნია, რომ ანუ განგაში საფუძველი უნდა გახდეს ჩვენ საზოგადოებაში, ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაცია. ეს რომ იყოს ერთი რომელიმე პარტიის, ან პოლიტიკოსთა ჯგუფის ნაზრევი, ან ასე ვთქვათ, მათი წარმოდგენა, ან ხედვა კიდე უფრო აღნიშნება ბატონო სახალხო პარტიის ანალიზი გაგოთ არა ხო კიდე უფრო აი მსუბუქად შევხედავდი ამ ყველაფერს, მაგრამ რეალობა არის ასეთი, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის, ასე ვთქვათ, დასკვნა, რომელიც ობიექტურად ასახავს რეალობას, იმას, რაც ხდება რეგიონში. და ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ან საქართველოს ხელისუფლებისთვის, ან ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ამ ორგანომ წარუდგინა სენატის შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს და განკუთვნილია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული არიან, რა ქვია, უშიშროების, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ არის საგანგაშო და სწორედ ამიტომ არის ეს ყურადსაღები საქართველოს როგორც ხელისუფლების, ისევე ოპოზიციის და ზოგადად საზოგადოების მხრიდან. ახლა რა დაინახა აქ, რა არის საგანგაშო, რატო არის შეშფოთებული ვაშინგტონი ამ ყველაფრით. საგანგაშო არის ტენდენცია. ორი რამ ჩანს ამ დოკუმენტიდან. პირველი, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, დასავლური ინტეგრაცია არის ნელი ტემპის და მეორე, რუსეთი აქტიურად ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და მისი გავლენა ძლიერდება. აი ამ ორი ტენდენციის შედეგად, ასე ვთქვათ, ხედავთ, რომ თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდა, შედეგად შესაძლოა მივიღოთ, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი, მისი სტრატეგიული მიმართულება შეიცვალოს პროდასავლურიდან პრორუსული მიმართულებით. ხო, აი ეს დაინახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სწორედ ამიტომ არის საგანგაშო ეს ყველაფერი. ახლა შევხედოთ იმას, თუ რამ გამოიწვია ეს. ხო, შესაძლებელი იყო, რომ 3 წლის წინ დაედო ეს დასკვნა იგივე სადაზვერვო სამსახურს, ხო? აი სწორედაც რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულება არის ერთგვარად მიზეზი იმისა დიდწილად რა შედეგიც დადგა დღეს. ანუ შევხედოთ რას, რომ ის პასიური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გასული 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა დასავლეთის მიმართულებით, ის კომპრომისული პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა რუსეთის მიმართულებით და მთელი ეს ყველაფერი აწყობილი იყო რაზე, რომ ოღონდ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო, საქართველოს ხელისუფლება მზად იყო სხვადასხვა ტიპის კომპრომისებზე. სწორედ აი ამ კომპრომისების შედეგია აი ეს რუსული პროპაგანდა გაძლიერებული, რაც დღეს გვაქვს ჩვენ, სწორედ ის რუსული თუ ქართული არხები, რომლებიც ღიად და აშკარად პროპაგანდირებას უწევენ რუსულ და ევრაზიულ იდეებს
იდეებს. სწორედ აი ამ ასე ვთქვათ კომპრომისული პოლიტიკის შედეგია და ის ორგანიზაციები მე 20-მდე შემიძლია ჩამოგითვალოთ დღევანდელი მდგომარეობით ის ორგანიზაციები რომლებიც დღისით მზისით პირდაპირ ახდენენ პროპაგანდირებას ევრაზიული იდეების და ისინი მოღვაწეობენ საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებას არც გეგმა აქვს არც პოლიტიკური ნება აქვს არც ხედვა აქვს და ჩემ და სამწუხაროდ არც რესურსი აქვს იმისათვის რომ აი ეს პრობლემებად დაინახოს და ამას რაიმე ასე ვთქვათ სერიოზული დაუპირისპიროს. შედეგად ვიღებთ იმას რომ იმ შემთხვევაშიც კი კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ყველაფერი შედეგობრივად არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი და იმ შემთხვევაშიც კი დღეს რომ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ და თქვას რომ აი მე ვცვლი ამ ყველაფერს და მინდა რომ ამ ყველაფერს რაღაცით ვებრძოლო მას ელემენტარულად აღარც რესურსი აქვს დარჩენილი და აღარც პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემოატრიალოს და სხვა მიმართულებით წაიყვანოს. გასაგებია, ბატონ დავით, თქვენთან გადმოვალ. საქართველოს ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ მიზანმიმართულად ამას ვერ დავარქვათ რაღაც შემთხვევით ფაქტებს. მიმდინარეობს ევროპელი ლიდერების, ევროპული სტრუქტურების დისკრედიტაცია. ჩვენ გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ყველაზე დიდი ევროპული ფორუმია, მის დისკრედიტაციას სისტემატურად ეწევა საპარლამენტო უმრავლესობა, სისტემატურად ეწევა საქართველოს მთავრობა და უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც საქართველოში არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ტონში იკვეთება ერთი უცნაური ტენდენცია. რაც იკვეთება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ტონში, რაც უცნაური ტიპის დემოკრატიაზე საუბარი, რომელსაც თანამშრომლობა, ან შენიშვნის მიღება, ან აზრთა გაცვლა, გამოცვლა არ ჭირდება ევროპასთან. ჩვენ არ ვართ თავში ხელწამოსარტყამი ბიჭი, ასეთი სიტყვების კი თქვეს, რაც სუვერენული დემოკრატიის იდეებით არიან გარშემორტყმულები. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უუნაროა და ამიტომ ვერ ახერხებს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება, ხომ არ გონეთ, რომ ბოლოს შეცდომა. პრობლემა ხომ იმაში არ, პრობლემა შემთხვევით იმაში ხომ არაა, რომ ხელისუფლებას გარკვეული მიზნები აქვს რუსეთის მიმართულებით. ხო, ეს პოლიტიკა გარკვეულწილად არის რუსეთის მაგალითით მე მგონი ვითარდება. იმიტომ რომ მაგალითად ასეთი რაღაცები შევადება რუსეთში, ვისაც მინდა ვიჭერ, ვისაც მინდა ციხიდან გამოვშვებ. დაახლოებით იგეთკენ მიდის საქმე საქართველოშიც. კრიტიკა საზღვარგარეთის. ახლა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რაღაც მიიღო აქტი, რომ თუ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს დადგენილება, იმის შესრულებისგან თავისუფალია რუსეთის ფედერაცია. აქამდე არ მივიდა საქმე, მაგრამ ყოველი კრიტიკული გამონათქვამი, რომელიც ხდება საქართველოს, იწვევს აჟიტაციას და დაბრალებას, რომ ეს სააკაშვილის მეგობრები ამას აკეთებენ ვაშინგტონში, არ ვიცი რანაირი მეგობრებია. გარდა ამისა, ეს რუსეთისადმი ესეთი მოწიწება და რაღაცა ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი. ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ რაც მეტი ვაჭრობა იქნება რუსეთთან, მეტი ვიცი, ღვინო გაიყიდება, მით უფრო დაზღვეულებები ვიქნებით და მით უფრო კეთილმეზობლურ ურთიერთობას დავაყენებთ. მოვიყვანთ უკრაინის მაგალითი. ბრუნვა უკრაინასა და რუსეთს შორის დაახლოებით 14 მილიარდს აღწევდა. გრანდიოზული. 7 მილსადენი გადიოდა უკრაინაზე. ზოგი გაზის, ზოგი ნავთობის მე მახსოვს რომ ნინო ბურჯანაძე ამბობდა რომ რაც გავაყვანიოთ რუსეთს კიდევ ერთი დამატებითი მილსადენი და ეს ერთგვარად დაიცავს საქართველოს დამატებითი ფაქტორი იქნება რუსეთისგან დაცულობის. ამ მსჯელობას არანაირი საფუძველი არ აქვს უკრაინის მაგალითზე დაყნობით. გარდა ამისა, აი იმ საბუთში რომელზეც ჩვენ ვსჯელობთ, მე მომეჩვენა გარკვეული ისეთი არასერიოზულობა რა მხრივ ახლა. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ახლა ხდება თურქეთის და რუსეთის დაპირისპირება. თუ სირიაში მოხდება, აი იქ ზღვარზე არის სიტუაცია, უშუალო შეტაკება თურქების და რუსების, თქვათ, ალეპოს მიდამოებში ან საზღვართან ხო რაც ხო რუსეთს აუცილებლად დაჭირდება რაღაცნაირად თურქეთის
ნუ მეორე ფრონტი გაუხსნას თურქეთს, რომ ის სიმდიმის ცენტრი გადმოიტანოს. ამიტომ გუშინცენ მოსკოვში შედგა კურდისტანის რომელიღაცა იმის ავტონომიის პრეზენტაცია წარმომადგენლობის იმ ორგანიზაციის, რომელიც იბრძვის ავტონომიისთვის სირიის ტერიტორიაზე ქურთი მოსახლეობისთვის. ეს ისეთი ფაქტორია, რაღაცა მიანიშნეს ანკარას, რომ აი ჩვენ შეგვიძლია ეს კურდისტანის ფაქტორი რასაც ყველგან იყენებს. მე ვფიქრობ ასევე, რომ თუ ეს მეორე ფრონტის გახსნა დაჭირდება რუსეთს, ის უყოყმანოდ გადაკვეთ საქართველოს, იმიტომ რომ იზოლირებული გიუმრის ბაზა თურქეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის. დაჭირდება რაღაც დამატებითი ძალების გადასროლა და არ ვიცი, კითხავს თუ არ კითხავს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ თუ დაჭირდება, ალბათ ასე მოიქცევა. ეს არის ერთი საფრთხე, რომელზედაც ლაპარაკი არ არის ამ დოკუმენტში, რომელიც დაზვერვამ დადო და მე ასე ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური ასე ვთქვათ, ცხოვრების ერთ-ერთი ისეთი დამახინჯება არის ის პოლიტიკური წყობილება, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, ერთპიროვნული მმართველობა, არალეგიტიმური ადამიანის, რომელიც ცვლის, როგორც ჩვენ ხედავთ, რომელიც ახდენს გავლენას მთავრობის შემადგენლობაზე, პარლამენტის შემადგენლობაზე, მის რიტორიკაზე და ეს საფრთხე რატომღაც ეს დიპლომატიური რევერანსების გამო არ არის ნახსენები ამისთანაც სერიოზულ დოკუმენტში და სხვა შორის ძალიან ბევრ სხვა დოკუმენტში, რომელიც ასე თუ ისე აკრიტიკებს საქართველოს. შეიძლება ამაზე მინდა უბრალოდ კომენტარი გავაკეთო ერთი აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება ძალიან მიხარია რომ ეს თემა წამოწიეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება ის უმთავრესი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც ქმნის შესაბამისად ყველა სხვა დანარჩენ პრობლემას დასავლეთთან ჩვენი უფრო დაახლოების თუ ინტეგრაციის თვალსაზრისით, რომ საქართველოს დღეს ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფო მოდელი არის გაუგებარი თუნდაც ტრანზიციაში გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატიისთვის. ანუ ქვეყანა იმართება ფაქტიურად არაკონსტიტუციური, არაფორმალური გზით. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აი ამ პირობებში, როდესაც ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ამოხსნელი განტოლება, მაგრამ შემაშფოთებელი შედეგით არის ყველასთვის, რა თქმა უნდა, ძნელად წარმოსადგენია, იმიტომ რომ დღეს საქართველო არის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს ადამიანი, რომელსაც არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ პრობლემას, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარს სწორედ იმიტომ ერიდებიან, რომ ის თანამშრომლობის ფორმატებიც, რაც ჩვენ გვაქვს, ალბათ იქაც კი გაჭირდება, ასე ვთქვათ, რეალურად წინ წაწევა, მათ რო ხმამაღლა ისაუბრონ ამ პრობლემაზე, მაგრამ ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომელიც უქმნის ჩვენს ქვეყანას დღეს გამოწვევას სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით, დასავლეთში ინტეგრაციის თვალსაზრისით და სხვა და სხვა. და მე აუცილებლად მინდა ვახსენო თქვით იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა, როგორც ხშირად საუბრობს რუსეთის ხელისუფლება და ამ თვალსაზრისით მე მინდა აუცილებლად ვახსენო სწორედ ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, იმიტომ რომ ელჩს იბარებენ საგარეო უწყებაში, როდესაც მისგან ახსნა განმარტებებს მოელიან. ეს არის საკმაოდ რბილად რომ ვთქვა, არა მეგობრული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი. და ის, რომ მე წარმომიდგენია, რომ ლავროვის უწყება, მაგალითად, როდესაც ის უკმაყოფილოა რაღაც ანგარიშით, რომელსაც აქვეყნებს, მე მინდა აქვე აღნიშნო, რომ ის უწყება, რომლის მოხსენებაცაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს არ არის რაღაცა ჩვეულებრივი უწყება, ეს არის სპეციალურად 2001 წლის გამოწვევების შემდგომ შექმნილი სუპერ, შეიძლება ითქვას ესეთი უწყება დაზვერვის, რომელიც იღებს ინფორმაციას ყველა სხვა სახელმწიფო უწყებიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური დაზვერვის და ასე შემდეგ. ანუ მათი ანგარიში ასახავს მთლიანად მთელი ამერიკული ადმინისტრაციის მიერ დადებულ შეფასებებს სხვადასხვა მიმართულებებით. და როდესაც ჩვენი სტრატეგიული მეკავშირე გვეუბნება,
რომ შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე ვითარებით და ამის პასუხად ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს იბარებს ახალ განმარტებების მისაღებად, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება თბილისში და არა მოსკოვში და ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე და არა ლავროვის უწყებაზე დღეს. გასაგებია. დიახ, ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, შეიძლება თუ თქვენ ამის დამატება გინდათ იმ თემებზე, რაც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. ამას გარდა მე მინდა გითხოთ და დავამატო ამ თემებს ერთი თემა, რადგან პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთი უძლებელია ეს ერთ-ერთი პროპაგანდის ერთ-ერთი ის არის, ხო? ამაზე აღვნიშნეთ მის უმძიმესი ეკონომიკური და საგარეო პრობლემები უკრაინაში, სირიაში და ასე შემდეგ. რუსეთის ქართული ეკონომიკის გასაღები, განვითარების გასაღები რუსეთშია. ესეც კარგად გამოჩნდა, რომ სტარია, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამაზე მუშაობს პროპაგანდა, მაგრამ ამავდროულად არის კიდევ ერთი, რასაც აქტიურად იყენებს რუსეთი საქართველოში, რომ რუსეთი არის ტრადიციული მორალის დამცველი დასავლეთისგან განსხვავებით, რომ დასავლეთი არის გარკვეული და რუსეთი არ არის გარკვეული. ეს ძალიან უცნაურია თავისთავად ამ კატეგორიებში მსჯელობა, მithmetes რუსეთს ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამ კატეგორიებში მსჯელოს რამეზე, მაგრამ ის აქტიურად იყენებს ამას არა მარტო საქართველოში. სამწუხაროდ საქართველოში ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოირჩევიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც აქტიურად დასავლეთის მიმართ ზიზღის კულტივირებას აქტიურად ახდენენ. ნებით თუ უნებლიეთ. როგორ ფიქრობთ თავისთავად, რა ტიპის პრობლემაა ეს, როდესაც ეკლესიაში, რომელმაც ძალიან დიდი ზარალი ნახა, როგორც რუსეთის იმპერიისგან, ისე საბჭოთა რუსეთისგან, ძალიან ძლიერია, რბილად რომ ვთქვათ, ანტიდასავლური და სიმართლე რომ ვთქვათ, პრორუსული განწყობები. დაუბრუნდები, მე გავაგრძელებ იმქიდან რაზეც კაპიტანი სალომე საუბრობდა ელჩის დაბარებაზე და უბრალოდ ელჩის მოადგილე მივიდა რეალურად საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხო, ბუნებრივია ელჩი არც მივიდოდა ამასთან, მაგრამ მე დამრჩა ასეთი შტაბ-ჭრილობა და რეალურად პირველადი რეაგირებაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასე იყო. პირველად ეს დოკუმენტი მათ დაინახეს თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ერთ-ერთი კომიტეტი ადანაშაულებდა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობაში. და შესაბამისად რეაგირებაც იყო პირველ ეტაპზე შესაბამისი. სააკაშვილის მეგობრები. ხო, აი იქიდან შემდეგ უკვე შემდგომი რეაგირებები ელჩის დაბარების შემდეგაც და როდესაც ყველამ კარგად ახსნა, რომ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია. არამედ იმაზეა საუბარი, რომ ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელიც ამ რეგიონში ხდება და თუ დღესვე რეაგირება არ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და ზოგადად რეგიონმა, ხო, საბოლოო ჯამში მივალთ ძალიან ცუდ შედეგებამდე. სწორედ ამის შემდეგ გასწორდა რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და თქვენს რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, გასათვალისწინებელი დოკუმენტია და ასე შემდეგ. ეხლა გადავალ იმ ნაწილზე, რომ ანუ აქ საუბარია, ხშირად საუბარია იმაზე, რომ აი რუსეთთან რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს და საერთოდ არ უნდა ვესაუბროთ. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც ნაწილობრივ გამოიწვია კიდევაც ეს ვითარება, არის სწორედ ის, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართაც არ აქვს პოლიტიკა. ჩამოყალიბებული, ეს არის, ასე ვთქვათ, მუდმივი შიშისა და დათმობის პოლიტიკა. რეალურად პრინციპული დამოკიდებულება და უფრო ხშირი საუბარი. მე ხშირად იმას ვამბობ, რომ რუსეთთან ნაკლებს ვსაუბრობთ და არაფრით არ შეიძლება ქართულ-რუსული ურთიერთობების დატოვება აბაშიძე კარასინის ფორმატზე. პირიქით, უფრო მეტი და უფრო მაღალ დონეზე უნდა ვისაუბროთ და საქართველოს ინტერესებზე უნდა იყოს ეს დამყარებული და არა რუსეთის არ გაღიზიანების პრინციპზე. და დაუბრუნდები, ასევე შემაშფოთებელია ისიც, რომ დასავლეთი აშკარად ხედავს ტენდენციას ასევე იმისას, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულ შემთხვევებშიც რეალურად ვერაფერს ვერ უპირისპირებს რუსეთის ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც აშკარად წამგებიანია ქვეყნისათვის. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ გაზპრომის საქმე. ხო, როდესაც ყველა ვხედავთ, რომ გაზპრომი ცდილობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაითანხმოს, ან აიძულოს რეალურად და დაითანხმოს და შანტაჟოს და წაიყვანოს ისეთ გარიგებაზე, რომელიც აშკარად წამგებიანია გულისხმობ, როდესაც ტრანზიტული გაზის თანხით ჩანაცვლებაზე ალაპარაკი. და არც საქართველოს ვერც ხელისუფლება, ვერც ენერგეტიკის სამინისტრო ჯეროვან წინააღმდეგობას ამ ყველაფერს ვერ უწევს. და მე პირადად მქონდა ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრა, როდესაც ექსპერტების ჯგუფი შეხვდა მას და ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ დავინახე მისი მხრიდან პოლიტიკური პოზიცია მოსკოვისადმი და გაზპრომისადმი და როდესაც ასე ვთქვათ
ხელისუფლების წამყვანი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრია, მას არ აქვს პოლიტიკური პოზიცია, მას არ აქვს გეგმა, როგორ დაიცვას ქვეყანა ისეთი კომპანიების, მოდი ასე ვთქვათ, შეტევისაგან, როგორიც გაზპრომია, ბუნებრივია სხვა დონეებზეც, იგივე რუსული პროპაგანდის დონეზეც არ იქნება შესაბამისი რეაგირება და სწორედ ეს არის საგანგაშო იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ეხლა დაუბრუნდები იმას, რომ ის გავრცელებული ხმები, რაზეც ხშირად ასე ვთქვათ, პროპაგანდირებას ახდენს აი პრორუსული მედია საშუალებები, რომ თითქოს აი საქართველოს რაც უფრო ინტეგრირდება დასავლეთში, რაც უფრო ახლოს იქნება ევროკავშირთან, მით უფრო დაკარგავს კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს შეექმნება, საფრთხე, ეროვნულ იდენტობას. მე მინდა საქართველოს მოსახლეობა შევახსენო, რომ 29 წევრია ევროკავშირში დღევანდელი მდგომარეობით. მათგან ნახევარი არის დაახლოებით საქართველოს ზომის ან მასზე პატარა ქვეყანა. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, ჩავიხედოთ ისტორიის წიგნებში და დავინახავთ, რომ სწორედ ევროკავშირში გაერთიანება მიეხმარა ამ პატარა სახელმწიფოებს თავისი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის და რატომ იქნება ამ მხრივ საქართველოს გამონაკლისი, ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია. მათ შორის მართლმადიდებლური ქვეყნები. ასევე რა თქმა უნდა, რუმინეთი, ანუ აქ ლოგიკას მოკლებულია და სწორედ ეს არის, რომ ეს არის ძალიან არგუმენტირებულად ძალიან სუსტი პროპაგანდა, რომელსაც ჭირდება კონტრზომები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც არც ისე ძნელია, თუ იქნება პოლიტიკური ნება ამისათვის. და თუ შეიძლება დავასრულებ და წავიყვან იმ მიმართულებით ამ ყველაფერს, რომ ასევე მნიშვნელოვანია დავინახოთ რა არის რუსეთის ამოცანები საქართველოში. ანუ რას ცდილობს რუსეთი? რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს ვერ დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატოს, საქართველოს ვერ შედგეს როგორც დემოკრატიული საზოგადოება, საქართველოში ვერ დამკვიდრდეს სამართლის უზენაესობა, ამ საქართველოს ვერ მიაღწიოს ეკონომიკურ კეთილდღეობას, იმისათვის ცდილობს რუსეთი ამას, რომ საქართველოს ასე ვთქვათ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი არა ევროპულ ოჯახში, არამედ რუსული გავლენის სფეროშია. ანუ საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობაში ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც მას უნდა კონდეს წესით, არის სწორედ ის, რომ სწორედაც რომ ევროპულ სტრუქტურებს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს არის დემოკრატიული სახელმწიფო. საქართველოში სიტყვაზე თავარი პრობლემა დღეს მაგალითად ნატოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ ახსენა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი სამართლის უზენაესობის თვალსაზრისით. ხო შეიძლება რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს ასე ვთქვათ სპირალისებული ციკლი, სადაც ევროპულ სტრუქტურებში მუდმივად საუბრობენ 10-დან 8 შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ არის სრულად დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოში არ არის სამართლის უზენაესობა, საქართველოს არ აქვს ასე ვთქვათ დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი სასამართლო, საქართველოში კითხვის ნიშანია არჩევნებთან მიმართებაში. სწორედ აი ამ მიმართულებით გადადგმული ჯეროვანი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც ის დაუპირისპირებს რუსულ პროპაგანდას. გარდა იმისა, რომ აქ კონკრეტული რაღაცეებით შეიძლება მედია მიმართულებით გაკეთდეს, თუ დრო დაგჭირება აუცილებლად ვიტყვი. სანამ რამე პრობლემას გადაჭრი, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს და სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოსი არ აღიარებს, რომ პრობლემა მაგალითად რუსული პროპაგანდის ამ ქვეყანაში არსებობს. ისინი ამაზე სერიოზულად არც ფიქრობენ და არც მუშაობენ. იგივე შეეხება გაზპრომის თემას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ მიაჩნია, რომ პოლიტიკური პრობლემა არის საქართველოს ბაზარზე ენერგო ასე ვთქვათ სისტემაში დაბრუნება გაზპრომის, და როდესაც შენ რაღაც არ მიგაჩნია პრობლემად, იქ რა თქმა უნდა რომ გადაწყვეტილებებს არ მოძებნი. პრობლემას დანახომაში უფრო როცა პრობლემას თავად წარმოადგენ. ამ მიმართულებით. რომ ჩვენ აი მაგალითად ერთი მარტი მაგალითი რომ მოვიყვანო, განათლების მინისტრი, რომელიც სტრატეგიული სამინისტროა ხო ერთ-ერთი და აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებებით გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების წინაშე ბოლო დღეების მანძილზე, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსული პროპაგანდის ჩარჩოებში, რომ დასავლეთი გარყვნილია და რუსეთი არის, ეს არ უთქვამს, თუმცა გარყვნებასთან დაკავშირებით ძალიან უცნაური ტერმინოლოგია გამოიყენა. ამ ყველაფერში ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც ჩაძირულები არიან სიძულვილის ენაში. ბოლომდე ჩაძირულები არიან და იყენებენ ამას ყოველდღიურად და ურტყამენ პირდაპირ დასავლურ ღირებულებებს საქართველოში. აი ამ მიმართულებით გამოსწორების გზას თუ ხედავთ.
ამ მიმართულებით გამოსწორების გზა არის ერთადერთი, ეს არის ამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების და დემოკრატიული არჩევნების გზით, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ თქვენ მართალი ხართ, პრობლემა საქართველოსი არის ის სახელისუფლებო გუნდი, რომელიც დღეს წარმართავს ამ ქვეყნის პოლიტიკას თუ არ წარმართავს, რა ვიცი, სადაო საკითხია, მაგრამ პრობლემა რეალურად არის ის, რომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გუნდი, რომელიც ისედაც სრულიად გაუგებარია, ასე ვთქვათ, მიმართულებების, ღირებულებების, მსოფლმხედველობის ხალხისგან არის დაკომპლექტებული, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მით უფრო აგონიაში შედიან, ასე ვთქვათ, აი მართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენლები, იქნებიან ეს მინისტრები თუ პარლამენტის წევრები და ისინი უკვე ვეღარ საზღვრავენ რა უნდა თქვან, ან როგორ უნდა მოიქცენ იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნებისთვის დაიმსახურონ, ასე ვთქვათ, კეთილი ნება მათი რეალური, ასე ვთქვათ, მმართველის და მამა მარჩენალის და ქალბატონი თამარ სანიკიძის განცხადებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა არის სრულიად სამარცხვინო განცხადება, განსაკუთრებით, როდესაც ამაზე საუბრობს ესე იგი განათლების მინისტრი ქვეყნის, რომელსაც ყველანაირი შესაბამისი საერთაშორისო შეფასებებით დღეს აქვს რეგიონში ერთ-ერთი საგანგაშო ვითარება, უბრალოდ ელემენტარული წერა-კითხვის და არითმეტიკის საფუძვლების ცოდნაშიც კი მოსწავლეების. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოსწრება. და ამის მაგივრად რომ ამაზე ვისაუბროთ, ჩვენ დღეს ქალბატონი სანიკიძე ძალიან იაფასიანად ცდილობს რომ დაიწეროს ქულები ამორჩევლების შეიძლება რაღაც გარკვეულ სეგმენტთან და პირდაპირ იმეორებს იმ ასე ვთქვათ მესიჯებს, რაც ჩვენ გვესმის რუსული პროპაგანდის მანქანიდან. აი გისმენთ თქვენი აზრი მაინტერესებს სწორედ ამ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით რუსეთს აქვს ორი ასე ვთქვათ მარშრუტი დღეს. ერთი მარშრუტია, როგორც მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანქციები რაღაცნაირად მოიხსნას. ამისთვის საჭიროა გარკვეული, წესიერი ფრთხილებში საქციელი, რომელიც მოახსნევინებს ამაზე მეტი საქმე საუბარი შეხვდნენ კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი შეხვდა ბაქოს სურკოვს კალინინგრადში და ამაზე იყო სწორედ საუბარი. და ეს არის ერთი მარშრუტი. მეორე მარშრუტია, რომელიც მაგალითად პუტინს არ ელაპარაკებოდნენ, რამოდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთის ლიდერები. ერთ-ერთი მიზეზი მისი სირიაში მისვლის იყო, რომ ისეთ რაღაცას შექმნიდა სიტუაციას, რომ მასთან დალაპარაკება ტელეფონიდან უშუალოდ აუცილებელი გახდებოდა დასავლეთის ლიდერებისთვის და მიაღწია მას. ანუ ტაქტიკურად იგებს რა სიტუაციებს, ჯერ იმ ქიმიური იარაღის ჩაბარებით გადაარჩინა თავისი მოკავშირე ასადი 2 თუ წლის უკან რა ქიმიური იარაღი გააბიტურა მთელი დასავლეთი, ვიტომ ეს კარგი ბიჭია თვითონ აბარებს ქიმიური იარაღს და რაღაცა. ახლა რაღაც სხვა მომენტია და აგზელებს იქ თამაშს ამ უამრავ წინამდებობებზე. რუსეთი ცდილობს თავისი გავლენის არეალის გაზრდას. ბოლო წლებში ახალი გამოგონება აქვს ეს ჰიბრიდული ომი, ესე იგი ვიღაც უცნობი ესეთი შეიარაღებული ადამიანები რეგალიების გარეშე, ასე ვთქვათ, უწევენ დახმარებას რუსული სამყაროს მომხრეებს, რა სადაც არიან. და ეს ძალიან უადვილებს ამოცანას, იმიტომ რომ საერთოდ რუსეთი შედის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც წინასწარ უკვე გამზადებულია პურმარილიც და ყველაფერი რუსეთის ტანკების. ასეთია დნესტრისპირეთი ხო? სრული ბოდიში მხარდაჭერა რუსეთისთვის. ასე იყო, სამხრეთი ოსეთის ისა ომის ყოფილი სამხრეთი ომის დროს, აფხაზეთიც ასე იყო, ყირიმშიც გამზადებული იყო სიტუაცია. ალბათ სირიაშიც ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში, სადაც განთავდა რუსეთის ჯარი სიყვარული და პლაკატებით, სადაც ასადი და ისა. საქართველოში არის დღეს 20%-ზე მეტი, რომელიც თვლის, რომ რუსეთის მიმართულება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე დასავლეთის და ევრაზიის მომხრეები არიან. ახლა, ამოცანა დგას ასეთი, რომ ეს პროპაგანდა ამ 20-25% გაზდის და როცა გახდება ნახევარზე მეტი მომხრეები ევრაზიული კავშირში შესვლის,
საქართველოს ჩაიგდებენ თლიანად ხელში. ანუ ეს პროპაგანდა არის მომავალი პლაცდარმის რუსეთის გავლენის მომზადება. ეს იცი რომ აზრით უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, ხო, ანუ დღეს რეალურად რაზე არის საუბარი, სად მიდის ეს ქვეყანა. 2012 წელს მოვიდა არჩევნების შეცვლის შემდგომ ხელისუფლება, რომელმაც გამოაცხადა ღიად, რომ ის არის პროდასალური ორიენტაციის და მოვიდა პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სრულიად კატეგორიულად უჭერდა მხარს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, რომ მკვეთრი შემოტრიალება პოლიტიკის შეუძლებელი იყო ამ პირობებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 3 წლის მანძილზე, 3 წელიწადზე მეტი გავიდა, საზოგადოებრივი განწყობილება ძალიან სერიოზულად იცვლება და მე ამას ვხედავ, როდესაც ვესაუბრები განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ეს არის ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი. ჩნდება გარდუვალობის შეგრძნება, რომ აი ის, რომ საქართველოს ისევ აღმოჩნდება რუსეთის გავლენის ქვეშ, რომ ეს თითქოს შეუქცევადი პროცესი შეიძლება გახდეს, ესეთი დამოკიდებულება მე უკვე ღიად მესმის, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა ადამიანებისგან. ეს მე არ ვფიქრობ, რომ იყო შესაძლებელი ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ და სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს დღეს არის უკიდურესად პასიური თავის საგარეო პოლიტიკაში დასავლეთთან მიმართებაში, ხო? ჩამოშლილია ქვეყნის დიპლომატიური სამსახური. ჩვენი დიპლომატიური სამსახური ესეთი უმოქმედო, ესეთი უსუსური, მე მგონი არასდროს არ ყოფილა მას შემდეგ, რაც შეიქმნა 90-იან წლებში. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის აი ესეთი გაურკვეველი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. იმიტომ რომ საქართველოში დღეს იხარჯება უზარმაზარი რაოდენობით რუსული ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საზოგადოებრივი აზრი სერიოზულად იცვლება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საგანგაშო ტენდენცია. გასაგებია, ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულისკენ მის, ამიტომ შემაჯამებელი აუცილებლად კაპიტანმა საუბარი ახსენა, რომ გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილებაში, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდე კიდევ დროა დარჩენილი, ამ დროში ბევრი რამე შეიძლება გაფუჭდეს, აქედან გამომდინარე, სანამ ეს მოხდება, მანამდე რისი გაკეთება შეიძლება მე შემიძლია გითხრათ, ჩვენთან საქართველოს განვითარების ფონდში ფიქრობენ, რომ რეალურად აი ეს ამერიკული დოკუმენტი აჩვენებს ერთ რამეს და მოლოდინიც ასეა, რომ გაიზრდება ზეწოლა მოსკოვის მხრიდან თბილისზე, ხომ? ანუ საჭიროა პარალელური ზეწოლა საიდანღაც, რომ რაღაცნაირად დააბალანსოს ეს ზეწოლა მოსკოვიდან და არ მიცეს საქართველოს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მან, ასე ვთქვათ, უკან დაიხიოს ამ მიმართულებით. ერთადერთი რესურსი, რაც დღევანდელ მდგომარეობაში საქართველოში არსებობს, ეს არის საზოგადოების კონსოლიდაცია, არასამთავრობო სექტორის კონსოლიდაცია და წნეხი, რომელიც შეუძლია საზოგადოებამ ერთიანობის მდგომარეობაში განახორციელოს ხელისუფლებას. და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას უნდა მოთხოვოთ და სხვათა შორის ოპოზიციასაც, რომ მოლოდინები დასავლურ ინტეგრაციასთან მიმართებაში იყოს ჯამრთელი და საზოგადოებას ზუსტად აუხსნან, თუ რას უნდა ველოდეთ მომავალში იგივე ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. მაგალითისათვის, ადრე გახსოვთ ალბათ მაპზე უკეთესის მიღების ისტორია, ეს მეორდება, ქალბატონი ხიდაშელი არაერთხელ განაცხადა, რომ აი მაპს არ ითხოვს უკეთეს ანუ წევრობას, გადაახტება საქართველოს მაპს და მეორეს მხრივ ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ზრდის იმედგაცრუებას საზოგადოებაში და ქმნის არასწორ მოლოდინს და მეორე, რას ველოდებით ევროინტეგრაციის მიმართულებით? ხო, რეალური ერთადერთი რამ, რაც წინ გვიდევს დღევანდელ მდგომარეობაში, ეს არის უვიზო მიმოსვლა, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში მივიღებთ ზაფხულში. აი, იმის მერე რას ველოდებით, ეს არავინ არ იცის. არავინ არ იცის, იმიტომ რომ არც არავის არაფერი გაუკეთებია. გასული 3-4 წლის განმავლობაში არ დაგეგმილა არაფერი იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენ რაღაც ახალი შედეგები დაგვიდგეს 2017-2020 წლებში. შესაბამისად, აი ამ მიმართულებით თუ არ დაბალანსდა ეს ყველაფერი, არ გადაიდგა ნაბიჯები, იგივე არჩევნებამდე საზოგადოება მაქსიმალური ჩართულობით თუ არ მოახერხა მაქსიმალური წნეხის შემოღება საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს ტენდენცია სამწუხაროდ გაგრძელდება. გასაგებია, ბატონო დავით, თქვენც რომ იცით, ჩვენ ვაბრალებდით ბევრ რაღაცას ხელისუფლებას, მაგრამ პრინციპში დასავლეთი არ არის ერთიანი საქართველოსთან მიმართებაში.
ჩვენ ძალიან მაგარი ისეთ ხარდამჭერები გვყავს აღმოსავლეთ ევროპაში. ასევე საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არის ამერიკის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით ცენტრალური ძირძველი ნატოს წევრები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესეთი ქვეყნები, რომლებიც რაღაცნაირად სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩამოშლილ დიპლომატიაზე რო ილაპარაკა ქალბატონო სალომემ, ესეც აპირობებს ამ ქვეყნების, ასე ვთქვათ, სკეპტიციზმს. ანუ ცოცხალი დინამიური დიპლომატია, ისეთი რომელმაც მთელ მსოფლიოს მოახვია ქართულმა დიპლომატიამ არ აღიარების პოლიტიკა და გაგვეპარა 4-5 კუნძული, რომელსაც დროზე ხო ვერ იმამებად ისე თემა მსოფლიომ ჩვენ პოლიტიკა აღიარა. და ამას ჭირდება მიმწოლი პოლიტიკის გაგრძელება, საქართველოს პოპულარიზაცია, იქაც კი, სადაც სკეპტიკურად არიან განწყობილი ჩვენს მიმართ. ამიტომ პროფესიონალიზმი უნდა იყოს ყველგან და რას საკვირველია საგარეო საქმეში. ქალბატონ სალომე, თქვენ დავასრულეთ. ხო, მე მინდა უბრალოდ თქვა, რომ რა თქმა უნდა გიორგი მართალია, რომ ჩვენ საზოგადოებამ და ეს ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს არის უმრავლესობა ამ ქვეყანაში, ვინცაც ჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა განახლებულ საბჭოთა კავშირში, უნდა გავაგრძელოთ ძალიან სერიოზული ზეწოლა ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ პირველ რიგში მომზადეს და ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს გადახვევა ევროინტეგრაციის გზიდან. ჩვენ ეს წარმატებით მოვახერხეთ მაშინ, როდესაც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა რეალურად საფრთხეს უქმნიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს, სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის და შესაბამისად საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად მოუწია მაშინ ხელისუფლებას უკან დახევა და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად უახლოეს მომავალში და ეს ეროვნული კონსენსუსი, ეროვნული ერთიანობა საქართველოს ევროპული მომავლის და საქართველოს ევროინტეგრაციის თაობაზე უნდა დაინახოს ძალიან ნათლად ხელისუფლებამ, რომ მან ვერ შეძლოს ვერანაირი გზით რეალური პრობლემების შექმნა. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, გასაგებია. ძალიან მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მე მომავალ წელს სულ სხვა გამოწვევების შესახებ მოგვიწევს საუბარი. ამით დღევანდელი თეორემა დასრულებულია. ჩვენ უკვე ორშაბათს შევხვდებით.